რა თქმა უნდა, ივანიშვილის რეჟიმი დაუნდობელი უნდა ყოფილიყო ანატოლი გიგაურის მიმართ, რომელიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ეს მან თავადვე აღნიშნა დღევანდელ სხდომაზე და ამიტომ ჯვებე ნაჭყებია მოსამართლე წოდებულმა პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელმა მონამ, რა თქმა უნდა, ეს დაკვეთა შეასრულა და 2 წელი პატიმრობა მიუსაჯა ადამიანს, რომელსაც არანაირი დანაშაული არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის დადგა სიმართლის მხარეს, ის დადგა ჩვენი ქვეყნის ევროპული ნათელი მომავლის მხარეს და რომელიც ვინმე ვახტანგ გაბუნიამ აწამა ბორკილებზე ხელებ დადებულს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რამაც გამოიწვია ტვინის შერყევა და ყოვლად ცინიკურად რეჟიმისთვის დამახასიათებელი ცინიზმით, რომელიც არაერთ სხვა პოლიტიკურ საქმეში გვინახავს, ეს ბატონი გაბუნია შემდგომ ცრუმოწმედ გამოიყენა სისტემამ. ესე თეთრი ძაფით არის ნაკერი აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური საქმე, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც ანატოლი გიგაური, არც მზია ამაღლობელი, არც ნინო დათაშვილი და არც ერთი სხვა პოლიტიკური პატიმარი არ მოიხდის იმ პოლიტიკურ ბრალს და მსჯავრს ახლა უკვე რომელიც გამოიტანა სისტემამ, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მალე დაინგრევა და დაემხობა ეს ძალადობრივი, ეს უსამართლო სისტემა, რომელიც პირდაპირ რუსეთის ანალოგზია აწყობილი და რომელიც ცდილობს უსამართლობის ბასტიონად ქცეული მართსაჯულების გამოყენებით გააჩუმოს და შეაშინოს ადამიანები დღეს ანატოლის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ ის არ შეშინდება და ასე არ შეშინდება არც ერთი პოლიტიკური ტყვე და იბრძოლებს რეჟიმის დამხობამდე. კიდევ ერთი განაჩენი უნდა გახდეს ცნობილი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ქალბატონი სააპელაციო სასამართლო გამოაცხადებს 12 საათზე ამ განაჩენს. აი თქვენი შეფასება უნდა თუ აი რა მოგონებთ ამ საქმესთან დაკავშირებით და რა შეგვიძლია თქვენ? რა თქმა უნდა, ესეც არის პოლიტიკური საქმე, როდესაც ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს შვილად მოიხსენიებდა და შემდგომ წამებისთვის გაწირა პოლიტიკური ტყვეობის ჟამს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ივანიშვილის სისასტიკეზე, რომ არაფერი ადამიანური, არაფერი ქართული, არაფერი ეროვნული, არაფერი ტრადიციული ამ ადამიანში არ არსებობს და მას აინტერესებს ერთადერთი რამ, ეს არის ფული. და ფულის გამო მზად არის გააწიროს ყველა და ყველაფერი, ქვეყნით დაწყებული, საკუთარი შვილით დამთავრებული, იმიტომ რომ სწორედ შვილად მოიხსენიებდა გიორგი ბაჩიაშვილი და ამას ადასტურებს უამრავი მასთან დაახლოებული ადამიანი. ფერადი გააუქმებელ ძალაში დატოვებს თქვენი აზრით ქალბატონი? პოლიტიკური განაჩენების პროგნოზირება ისევ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. ფერადი რევოლუციების ერთ-ერთი მთავარ როგორ ბოდიში არ ფერადი რევოლუციების ერთ-ერთი მთავარ არქიტექტურად დასახელებული ნორმაიზენის სახელმწიფოში საქართველოს დაახლოებით 20 ჯერ არის ნახსენები. საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ადგილობრივი დაფინანსების და დაფინანსების გამოძიებასა და გარეჩარევების მექანიზმებზე. რას ნიშნავს ეს და არის სწორედ კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოში გარეჩარევების და რადიკალიზაციის მისდევები. გასაგებია, რომ ივანიშვილი სტაფილოს წვენს რომ მიირთმევს და დასაძინებლად დაწვება 9-ზე თუ 10-ზე თუ როცა წვება, შემდგომ ღამის კოშმარად ესიზმრება არაძალადობრივი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა და ამიტომ მისი პროპაგანდისტები ცდილობენ პროპაგანდის გამოყენებით სტიგმატიზირება მოახდინონ იმ ძალიან ლეგიტიმური დემოკრატიული პროცესის, რასაც ქვია არაძალადობრივი რევოლუცია და მშვიდობიანი დამხობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე წარმოვადგენ პარტიას, რომელმაც სწორედ მშვიდობიანი რევოლუციის გზით ჩვენს ქვეყანაში ერთხელ უკვე შეცვალა ავტორიტარული მმართველი და დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც, როდესაც ხალხის ერთიანობით, ხალხის კონსოლიდაციით ის ბრაზი, რომელიც არსებობს ივანიშვილის რუსკოცური რეჟიმის წინააღმდეგ, კონვერტირდება მშვიდობიან რევოლუციაში. ასე რომ, რამდენიც არ უნდა უყუროს ძილისპირულისას პროპაგანდისტულ არხებს იმედის, პოსტივის და სხვების ჩათვლით ივანიშვილმა ეშინოდეს ძალიან სწორად ეშინია, რომ ხალხის ბრაზი
კონვერტირდება მშვიდობიან არაძალადობრივ რევოლუციაში, რომელიც გამოიწვევს მისი ავტორიტარული რეჟიმის დამხობას. თავდადია ფაშინიანის და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე მინდა გკითხოთ. მედიის ცნობით ფაშინიანმა კობახიძის მადლობა გადაუხადაო და ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების საჯაროდ მხარდაჭერისთვის სომხური მედიის ცნობით ასევე თანამოსაუბრეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ და რეგიონალური ურთიერთობების დღის წესრიგზე. აი რა გზავნილია ეს? ამას ვინ ამბობს? მედიაში გავრცელდა. ვის მედიაში? სომხურ მედიაში, სომხური მედიის ცნობით გიკითხოთ. სომხური მედიის ცნობით არსებობს რამე ოფიციალური ჩანაწერი? ანუ სატელეფონო ჩანაწერზე ამბობ? ხო, აქვეყნებენ როგორც წესი, როდესაც ხდება ხოლმე ოფიციალურ დონეზე. ხო, მე ერთი შემიძლია, ხო, იმიტომ რომ ხა ბუნებრივია ამ შემთხვევაში რუსული ოცნების მხარეს ნამდვილად ვერ ვენდობოდით, იმიტომ რომ ეს არ იქნებოდა პირველი სატელეფონო ზარი, რომლის შინაარსას არასწორად აცნობენ შემდგომ საზოგადოებას, ამიტომ ჩაგეძიეთ წყაროში. მე ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, ვაშინგტონში თეთრ სახლში შედგა ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელმაც დაასრულა მრავალი 10 წლეულის კონფლიქტი ჩვენს რეგიონში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობის რეალური და ერთადერთი გარანტი ჩვენს რეგიონში შეიძლება იყოს დასავლეთი, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროკავშირი, რომელიც არ მონაწილეობდა პირდაპირ ამ შეთანხმებაში, თუმცა მერწმუნეთ მას შემდეგ, რაც დამყარდება მშვიდობა და რეგიონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაიზრდება კეთილდღეობა სავაჭრო ურთიერთობები, სომხეთი ძალიან მიმზიდველი პარტნიორი გახდება ევროკავშირისთვის და არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ სომხეთმა მოიპოვოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. და მთავარი ამ შემთხვევაში არის ის, რომ საქართველო არამც თუ არ იყო ამ მშვიდობის შეთანხმების ნაწილი, არამედ საერთოდ ნახსენებიც არ იყო აღნიშნულ მოლაპარაკებებში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილი ატყუებს ხალხს, როდესაც ცდილობს, რომ რუსეთის მონობა, დესტაბილიზაცია, ქაოსი გაასაღოს მშვიდობად და ხალხს წაართვას რეალური და ნამდვილი მშვიდობა, რომლის გარანტიც არის დასავლეთი და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები. კონფლიქტი ხომ ამ ორ მხარეს შორის არსებობს, მოვჩები და დავასრულოთ. ხო, ამ ორ მხარეს შორის არსებობს კაბინეტში ზევანახსენეთ, რომ საქართველოს ამ ორ მხარეს შორის მოხდა ეს შეთანხმება და საქართველოს ასე თქო თამაშგარეა. ხო, ორ მხარეს შორის არსებობდა ეს კონფლიქტი ჩვენ რა შემთხვევაში? სამხრეთ კავკასიაში, როდესაც შედგა სამშვიდობო შეთანხმება, სადაც ამერიკა პირდაპირ არის გარანტორი მშვიდობის, მთავარი გარანტი, ხო? და იქ საქართველოს საერთოდ ნახსენები არ არის. რა თქმა უნდა, ეს არის გეოპოლიტიკური ტრაგედია, გეოპოლიტიკური კატასტროფა. არა საბჭოთა კავშირის დაშლა, როგორ და რასაც პუტინი ამბობს და რასაც ივანიშვილიც ფიქრობს. არამედ ის, რომ სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შუამავლობით და ამერიკის გარანტიებით შედგა მშვიდობა და ამ მშვიდობის ნაწილი არ არის საქართველოს, საქართველო ივანიშვილის ხელში რჩება რუსკოცურ ჭაობში, ქაოსში, არასტაბილურობაში, სიღარიბეში, სიღატაკეში. ეს არის ის, რასაც გვთავაზობს რუსეთი და რასაც გვთავაზობს რუსეთის მორჩილებაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმი. მშვიდობა და კეთილდღეობა მდგომარეობს მხოლოდ პარტნიორობაში დასავლეთთან და ეს კიდევ ერთხელ ყველაზე ცხადად გამოჩნდა რუსეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაში, რომელიც თეთრ სახლში უკაცრავად სომხეთ აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებაში, სადაც გარანტად გვევლინება პირადად დონალდ ტრამპი და ყველაზე ძლიერი სამხედრო სახელმწიფო, ბირთვული სახელმწიფო, რომელთან დაპირისპირებაში შესვლას ვერასოდეს გაბედავს რუსეთი. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი, ამიტომ არის რომ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ არჩევანის რეალიზებისთვის იბრძვის,
მაგრამ ფაქტია, რომ დღევანდელი რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ დავკარგოთ დასავლური, რეალური მშვიდობის შანსი და დავრჩეთ რუსულ ქაოსში. მადლობა ქალბატონო კარა, 20 დღეზე ნაკლები დარჩა ევროკავშირის მიერ დასახელებული ბადის ამოწურვამდე დაპუნქტიანი გეგმის შესრულებას, შესრულებაზე რომ გასაუბრებოდეთ. თქვენი აზრით აპირებენ თუ არა ქართული ოცნების წარმომადგენლები რაიმე ნაბიჯების გადადგმას და რამდენად რეალისტურია ის, რომ ევროკავშირის მიერ შეიძლება უვიზო შეჩერდეს ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში? იცით რომ არაერთმა ევროპელმა ლიდერმა, მათ შორის დონალდ ტუსკმა ისაუბრა იმაზე, რომ საფრთხის ქვეშაა უვიზო მიმოსვლა, რომ ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რომლის წინაშეც საქართველოს შეიძლება დადგეს ივანიშვილის რუსკოცური რეჟიმის ნაბიჯების გამო. ამ რეალობას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ და მეტად უნდა ვკონსოლიდირდეთ და გავერთიანდეთ ამ რეჟიმის დასასრულებლად. მოლოდინი იმის, რომ რაიმეს შეასრულებს რეჟიმი, გამოუშვებს პოლიტპატიმრებს, დანიშნავს ახალ თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს, ბუნებრივია არ მაქვს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობს არაძალადობრივ რევოლუციის გზით ამ ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობაში.